ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით ოჭერის გარემოს დაცვის სამმართველომ ბათუმის შოთა რუსთაველის ეკოლოგიისა და ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ღია ლექცია გამართა, რომლის ფარგლებში სტუდენტებმა გონიო კვარიათის სარფის მონაკვეთი მოინახულეს და კავკასიის წითელი ნუსხის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებისთვის კოლხური რელიქტური ტყეების ცალკეული ელემენტების გაცნობა და მათი უნიკალურობის ახსნა წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ 200 ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა შემდეგი კრიტერიუმებით გამოყო: სახეობრივი მრავალფეროვნება, ევოლუციური პროცესები და ენდემიზმის დონე. რაღაც მრავალფეროვნება. ჩვენი არის ძალიან პატარა ციფრი, 10 მეტრი. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვიყვანეთ კოლხური რელიქტური ტყის ელემენტის სანახავად, სადაც ბოტანიკური ბაღის მეცნიერ-თანამშრომლები გააცნობენ შეძლებისდაგვარად თითოეულ სახეობებს და მის მნიშვნელობას. ასევე დაგეგმილი ვიყავს სკოლის ასაკის ბავშვების ისპანიორის ჭაობების სანახავად გაყვანა და იქაც გაცნობა თუ რა მნიშვნელობისაა და რა ღირებულების მატარებელია ეს კონკრეტული დაცული ტერიტორია. კოლხური ელემენტების გაცნობით სტუდენტები ეცნობიან საკუთარი ბუნების იმ ძირითად ელემენტებს, რომლებიცაც მათ გამოადგება შემდგომში მათი პროფესიული დახვეწაში. აქ ჩვენ ავირჩიეთ ეს მონაკვეთი იმისათვის, რომ კოლხური ელემენტები თავმოყრილია თითქოს და ხელოვნურად არის ვიღაცის მიერ დარგული, მთელი კოლხური ელემენტები თავმოყრილია ერთად, სტუდენტებისათვის მარტივია მისაწვდომად. გვინდა გავეცნოთ საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს და რა თქმა უნდა ვეცნობით მცენარეებს, და ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ პირადად ბიოლოგები და ეკოლოგები, მომავალი სპეციალისტები, ჩვენთვის რა თქმა უნდა სპეციალობის განხრით ძალიან ძალზედ დაგვეხმარება.